სალამი მოგესალმებით. ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას და ამ კითხვით ჩვენ დავამთავრებთ 56-ე ნაწილს. ძალიან საინტერესო კითხვა არის შემდეგი, მე ჩემთვისაც ეს თავის დროზე სიახლე იყო როგორც ბატონი ჯონისთვის, საუბარია ბინდის სერიალებზე, ბინდი ალბათ Twilight-ი ალბათ გაიგეთ ინგლისურად. მე არც ერთი არ მაქვს ნანახი, მაგრამ ახალგაზრდები, ვინც მე ვიცნობ ჩემს ირგვლივ, მათ მითხრეს ამის შესახებ და მე მგონი პატარა YouTube-ის ვიდეოც გააკეთეს თუ არ მახსოვს, ახლა შეიძლება მეშლება, მაგრამ მე მახსოვს რომ ესე იყო. ასე რომ მე თვითონაც არ გამიგია, იმიტომ მე ძალიან ვერ თუნდაც აი ვარსკვლავების ომი, ესეთი რაღაცა ფანტაზია და მისტიკები მე არასდროს არ მიზიდავდა და ბიბლიის გარეშეც, უნდა თქვა, ბიბლიის გარეშეც უფრო მე რეალისტური ისტორიული ფილმები, ესეთი რეალისტური თუნდაც ცხოვრებისეული ფილმები უფრო მიზიდავდა და ნაკლებად იყო ჩემი რაღაც ინტერესი ამ ფანტაზიებს მიმართ. ზღაპრებიც რო იყო ზღაპრები ძალიან მიყვარდა ბავშვობიდან, მაგრამ ასეთი ფანტაზიები, რომელიც თლა ისეთ მოწყდარია, ხო იცით რაღაცნაირად რეალობას, ნაკლებად მიცუნდეთ ეს ვამპირებზე და მაქციები ქვია, თორემ მაქცია ქვია, თორემ მგელკაცა, ხო თუ როგორ არის ეს არც ვიცოდი ეს სახელი, მე მაქცია მომიწია ამის ჩახედო ამაში. ასევე Twilight-ს რო თარგმნიდი, მინდოდა მენახა აბა ქართულად სწორე გადათარგმნა ბინდი. ხო იცით და მე ის სიმღერაც გამახსენდა ბინდის ფერია სოფელი. იცით ხო ბინდი რა არის, როცა მზე ჩადის, ან კიდე როცა თენდება, ხო? ბინდის ფერია სოფელი და მიხეილ ხელაშვილის მაგლექსაც კიდევ ერთხელ დაუბრუნდა Facebook-ზე გავაზიარე, რამდენად ჩანს ქართველი ერის ურწმუნოება. იმიტომ ძალიან პოპულარულია ეს, ხო? და ბევრ სიმღერებში თქვენ იპოვით აი ამ ტირილს და რაღაცა ვაჟა-ფშაველას პოეზიაშიც ბევრგან იპოვნით რა ამას, რომ სიხარული არ არის, გესმით, არ არის სიხარული და რწმენა რომ გადმოგეცეს. ხალხასაგებია რომ სიკვდილთან ტაშით არავინ არ ეგებება, ხო, მაგრამ აი ის რომ ურწმუნო ადამიანი ესე რაღაცნაირად უყურებს და ისე წარმოდგენა აქვს ბუნდოვანი და რეალისტური აქვს დედამიწაზე და რო შორდება მიწას, უკვე ძალიან ცუდად არის, ხო? და არანაირი იმედი არ არის და ბევრ სიმღერებში, ბევრ ლექსებში ეს არის გაჟღერებული. ეს უბრალოდ აი ბინდს რო ვეძებდი, სწორად გადათარგმნა თუ არა Twilight-ი ქართულმა ამ Google-ის ტრანსლეიტორმა, ხო? მიწევს ხოლმე გასწორება და აი მაქციაც პირველად მოვისმინე ეს სიტყვა მაქცია. მე თქვი ეს რატო გადათარგმნა? თურმე ესე ყოფილა მაქცია, ეგეთ ჩემთვის აღმოჩენა იყო, ასე რომ როცა მუშაობ ამ თარგმნაზე, კარგი არის ერთგვარად რაღაცებსაც იმას გიშვება. და ემილი სვავს კითხვას, მაკარტურს უსვავს ამ სერიალებთან დაკავშირებით, რამდენად სატანურია ეს. და მაკარტურსაც გაგონილი არ ქონდა, ხუმრობს კიდევაც რომ ბინდს მე ვატარებო ჩემშიო, ხო? ყველა ატარებს ამ Twilight-ი. ესე იგი, როცა ჩვენ უკვე ნელ-ნელა ვბერდებით მოხუცებულობაში, რომ შედის ასაკში ადამიანი, უკვე Twilight-ის ზონაში ხარ, ესე თქვა, ხო? ბინდის ზონაში შედის, ესე გამოთქმაც არის ინგლისურში, რომ ვიცოდეთ. მიშა ხელაშვილის ბინდის სოფელთან მაკარტურის ამას, რა თქმა უნდა, შორს არის, ხო, ეს გაგება. საღამოშვიდობისა პასტორ მაკარტურ, მე ემილი მქვია. გამარჯობა ემილი. მე მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს, იცი თუ არა გაგიგია თუ არა ბინდის სერიალების შესახებ და სხვათა შორის 4 მილიარდამდე, 3.6 მგონი, 4 მილიარდამდე გაუკეთებია ამ ფილმებს. მე რო ჩავიხედე, წიგნიც ძალიან პოპულარული იყო, მაგრამ ფილმები იყო, რომელმაც გაუთქვა, იქ ლამაზი მსახიობები თამაშობდნენ და მე მახსოვს ეს ჩვენმა ბავშვებმაც რომ მითხრეს და ჩამაყენეს საქმის კურსში. ისე პოპულარული იყო და გადავიდა უკვე აღარავის აღარს, როგორც ჰარი პოტერი არ რაღაც, ხო იცით ეს ვარსკვლავის ომები რომ შემოვა და უცებ ხალხი ავარდება. Coldplay-ს არ იყოს ეს ბენდი მიკვირს ხოლმე ხა ერთი სიმღერას არ აუშვებს, მაგრამ დანარჩენი რატომ გიждდება მთელი სამყარო და სოფლიო მე ცოტა არ იყოს, რა ვიცი, შორსავა რა მაგის ახლა ბიტლებს უფრო გავიგებდი, ელვის პრესლის გავიგებდი, მაგრამ Coldplay-ს ამ იმეთი დადგმული სპექტაკლებით, კონცერტებით რატო არის გადარეული, საოცარია. და ჯონ მაკარტურსაც არ გაუგია, ხუმრობს, ხო? ვიცი თუ არა ბინდის შესაძლებლობებში. დიახ, მე მას ვატარებ, ხუმრობითა თქვა. ეს არის არ ვიცი. არ ვიცი რას გულისხმობთ ბინდის სერიაში. კეთილი პასტორ მაკარტურ ეს არის წიგნი ვამპირებზე და მაქციებზე და შემდეგ ტელესერიალებიც გადაიღეს
ნუ ფილმები გადაიღეს, ფილმები, სერიალები ამაზე. ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი თემა, ვამპირები და მაგციები, მგლის სახის კაცი? დიახ. არ მგონია, ოდესმე 10 სიტყვა მაინც ქონდეს წაკითხული ვამპირებზე და მაგციებზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გისმენთ. ნახეთ ეს გაიხუმრა, იმიტომ რომ მართლაც უცხოარი იმისთვის რა. უბრალოდ მაინტერესებს, ფიქრობ თუ არა რომ ვამპირები და მაგციები სატანური არსებები არიან. ასე იგი, ამ ემილის საინტერესო და განამარტო წიგნზე არსებები თუ ეს სატანური არსებები და რეალური. და ჯონ მაკარტური პასუხობს, პირველ რიგში ემილი, მე მინდა იცოდე, რომ ესენი არ არსებობენ, ეს არ არის რეალური. და თუ ფიქრობთ ეს სატანურია თუ არა, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ეს ყველაფერი, ეს ფანტაზიები სატანურია. მე მაგალითად არც ერთ ბავშვს არ დაუშვედი, რომ ასეთ რამესთან ახლოს ყოფილიყო, რადგან ის რეალურ სამყაროში საკმარისად ბოროტებას უკვე ხედავს და ქმნის ხომ სატანა და მით უმეტეს არარეალურ სამყაროში. ფანტაზიურ სამყაროში, სადაც შეგიძლია შენ ყველაფერს დაუჟილად გადაურჩე. აი ყველაზე უარესი რამეც რო ჩაიდინო ხო საშინელება და მაინც გადარჩე. ეს არის ფანტაზიური სატანური სამყარო, ხო? იცით რომ რეალურ სამყაროში გარკვეული საზღვრები არსებობს. იცით ხო რასაც გულისხმობ? რეალურ სამყაროში გარკვეული ქცევები, მისაღებია და მიუღებელია. რეალურ სამყაროშიც კი ეს უკვე რაღაცა აღმაშფოთებელია. მაგრამ ვამპირებისა და მაგციების სამყაროში რამდენადაც მე მესმის, შეგიძლია ჰაერში იფრინო, ვინმეს თავი მოაგლიჯო, გადმოაფურთხო მერე, შეგიძლია გადაიქცე რაღაც საშინელ საზარელ არსებად, რომელსაც შეუძლია ქაოსი შემოიტანოს, ქალაქები ტერორის ქვეშ ამყოფეს, ადამიანების ხოცვა შეეტვა. და ეს ისეთი ბოროტებაა, რასაც სატანას სურდა, რომ ყოფილიყო შეუზღუდავ სამყაროში. მაგრამ მას არ შეუძლია ამის გაკეთება ამ სამყაროში, იმიტომ ღმერთმა ის შეზღუდა. შეზღუდულია ეს. მაგრამ ფანტაზიურ სამყაროში სატანა შეუზღუდავია და მე ვფიქრობ, ეს არის რაც ხდება ამ ფანტაზიის სამყაროში, რომელშიც სატანა შეუზღუდავად აქტიურობს. ვიდეო თამაშები, წიგნები, ფილმები, ყველაფერი, რაც ადამიანის ფანტაზიას სამყაროში გადაყავს, მათ საფრთხის მდგომარეობაში აგდებს. ეს ძალიან საშიში ადგილია, რადგან იქ არ არსებობს საზღვრები. ფანტაზიის სამყაროში ქცევისათვის არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. და სწორედ ამიტომ გვაქვს რეალურ სამყაროში ისეთი ქცევა, რომელიც ამ საზღვრებს ცდება იმ დონემდე, რაც არასდროს ქონია ჩვენ ცხოვრებაში და წარსულში. რადგან ადამიანები საბოლოოდ არ ღვევენ საზღვრის ფანტაზიის რეალურ და სამყაროში რეალურ შორის და ისინი უკვე ურჩხულებად იქცევიან. რომლებიც საშინელ რაღაცებს ჩადიან, რაც საზოგადოებაში კრიმინალ ელემენტებსაც კი აშინებს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ შოველმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა შვილები ამ ფანტაზიის სამყაროს აარიდოს. არარეალური სამყაროსაგან შორს დაიჭირონ თავი. ეს ემილი ნამდვილად კარგი კითხვაა. მადლობ ამ კითხვისათვის და ღმერთმა დაგლოცოთ ყველანი, ეს ძალიან საინტერესო დრო იყო ჩვენ რაც გავატარეთ. სხვათაშორის ემილი ეს კითხვა ჩემთვის არავის არ დაუსვია და გამიკვირდა რომ პასუხი მქონდა მე, ხო? მაგრამ ეს არ არის რაღაცა გამოცხადება ან რაღაცა, მე არასდროს არ მომისმენია ესეთი კითხვა. და ეს არ არის რაღაცა შთაგონება, ეს უბრალოდ არის საღი აზრი. ჩემი საღი აზრი ჩაერთო და პასუხიც არ დამიგვიანებია. იმიტომ რომ ეს არის ჩვენ რითიც მოძრაობთ რეალიზმი და საღი პასუხები. მადლობა ყველას დასწრებისათვის.